ტრამპი ამ ხელს მძიმე ფარს მსოფლიო ჩემპიონატის გარშემო, მას შემდეგ რაც მედიამ სცადა შიშები გაეღვიობინა ამერიკის მთავრობის წინააღმდეგ. ამ ოთხშაბათს 2026 წლის 10 ივნისს მედია უკმაყოფილოა იმ კაცრი ზომებით, რომლებიც ტრამპმა მიიღო მსოფლიო ჩემპიონატის პერიოდში. იმისთვის, რომ არ მისცეს თავისუფალი გასასვლელი, არ დაარღვიონ საზღვარი, არ უგულებელყონ სანქციები, არ აუარონ გვერდის შემოწმებას, არ გადავლენ საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე და მაინც დააბრალონ ყველაფერი ამერიკის პრეზიდენტს. როცა FIFA-ს მილიარდიანი მოდელი დაიწყებს ჩავარდნას, ეხლა რაც ჩანს, ეს არის ბრძოლა, რომელიც ფეხბურთზე დიდია. ერთ მხარეს არის გლობალური სპორტული ელიტა, რომელმაც დაფირდა დღესასწაულს, ფულს და სავსე ტრიბუნებს. მეორე მხარეს არის მთავრობა, რომელმაც არ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საზღვარი გადაეცა კარტოლას, ოქსიოს რეჟიმს, საერთაშორისო კონსულტანტს ან მედიის აქტივისტს. Financial Times-მა არნიშნა, რომ დაახლოებით 180,000 ბილეთი იყო გადაყიდვის ბაზარზე. Kansas City მიხილა როგორ გააუქმა FIFA-მ 65 ნომრის ჯავშანი. ირანმა დაკარგა თავისი ნორმალური ბილეთების კვოტა, ხოლო ვაშინგტონმა გაამკაცრა ებოლას წინააღმდეგ სანიტარული განგაში ტურნირის გახსნამდე. რას ცდილობს მედია დამალოს? რატომ სუkt FIFA-ს შეცდომაში ტრამპის დადანაშაულება? როგორ გადაიქცა ეროვნული უსაფრთხოება პოლიტიკურ იარაღად? ახლავე ყველაფერს გეტყვი. თუ ასეთი პირდაპირი და გუწრფელი კონტენტი მოგწონს, გამოიწერე არხი, რადგან აქ ყოველ დღე ასეთ ვიდეოებს ვაქვეყნებთ. Financial Times-მა გავრცელა ინფორმაცია, რომ მსოფლიო ჩემპიონატის წინადრეს გადატიდვის პლატფორმაზე დაახლოებით 180,000 ბილეთი იყო ხელმისაწვდომი, ძირითადად ჯგუფურ ეტაპზე, ხოლო ბილეთების საშუალო გადაყიდვის ფასები წინა თვესთან შედარებით შემცირდა. დემოკრატების შეფასება ძალიან მარტივია. თუ ადგილი თავისუფალია, ბრალი ტრამპს ეკისრება. მაგრამ მონაცემი სხვა რამეზე მიუთითებს. პრობლემა მაღალი ფასია, მძიმე გადასახადი, გადაჭარბებული მოლოდინი და ტურნირი, რომელიც ოქროს საბადოდ გაკიდეს მანამდე, სანამ რეალური გულშემატკივარი დათანხმდებოდა ბილეთის ყიდვას. ნიუ-იორკსა და ნიუ-ჯერსიში დაწყებული გამოძიება ამ ისტორიის ამ მხარეს კიდევ უფრო ამყარებს. პროკურატურებმა 2026 წლის 27 მაისს FIFA-ს ოფიციალურად მოსთხოვეს ახსნა მსოფლიო ჩემპიონატის ბილეთების გაყიდვის პრაქტიკა. გამოძიება ფოკუსირებულია გულშემატკივრების განცხადებებზე, რომლებმაც შეიძინეს ადგილები, მაგრამ ზუსტად ის ვერ მიიღეს, რასაც ელოდნენ, ასევე არსებობს ეჭვები ხელოვნურად გაზრდილ ფასებსა და გაუგებარ კომუნიკაციაზე. ეს ფაქტი FIFA-ს ახსნა განმარტებების მიცემის აუცილებლობის წინაშე აკენებს. Kansas City არის ამ დაპირების დარღვევის ყველაზე ნათელი მაგალითი. KSHB-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ FIFA-მ ტურნირის პიკის დღეებში ყოველვამეს 5,000 ოთახი დაჯავშნა და შემდეგ ამ ჯავშნების 75% გააუქმა. ჯერ კიდევ თებერვალში ჯარიმის გადახდის გარეშე, როგორც კონტრაქტში იყო გათვალისწინებული. ადგილობრივი სასტუმროები ტურისტების ნაკაცელოდნენ, ფასები გაიზარდა, ქალაქი ძლიერ მოძრაობას მოემზადა, მაგრამ ჯავშნები იმ ტემპით არ შემოსულა, როგორც იყო ნავარაუდევი. მეორე მიმართულება ვიზებსა და გადარჩევაშია. სომალელი არბიტრის ომარ არტანის შემთხვევა გამოიყენეს როგორც დროშა ტრამპის მთავრობის წინააღმდეგ, მას შემდეგ რაც მას შეერთებულ შტატებში შესვლის მცდელობისას შეუშალეს ხელი. მაგრამ სპორტული აკრედიტაცია უსაფრთხოებას ვერ ჩაანაცვლებს. ვიზა, მოწვევა და უნიფორმა შემოწმებას არ აუქმებს. ენდრიუ ჯულიანი, რომელიც აშშ-ში მსოფლიო თასის სამუშაო ჯგუფს ხელმძღვანელობს, დაიცვა ეს გადაწყვეტილება და თქვა, რომ არსებობდა უსაფრთხოების მიზეზი და მთავრობას სჭირდებოდა, რომ არ დაეშვა ბოროტი განზრახვის მქონე პირები ტურნირის გამოყენებას ამერიკის ტერიტორიაზე შესასვლელად. წესი მარტივია. ამერიკის საზღვარი ეკუთვნის შეერთებულ შტატებს და არა FIFA-ს. მასპინძელი ქვეყანა ვალდებულია გადაწყვიტოს, ვინ შედის, ვინ გადის შემოწმებას, ვინ უნდა დაიკითხოს და ვის არ მისცემენ ნებართვას. ეს ეხება ტურისტს, ხელმძღვანელს, არბიტრს, ტექნიკური შტაბის წევრს, ჟურნალისტს, კონფედერაციის თანამშრომელს და უცხოელ ოფიციალურ პირს. როცა მემარცხენეები ამას ავტორიტარიზმად მოიხსენიებენ, ისინი საკუთარ ლოგიკას ამჟავნებენ. მათთვის გლობალური ღონისძიება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ეროვნული სუვერენიტეტი. ტრამპისთვის სუვერენიტეტი სპექტაკლზე წინ დგას. ირანის შემთხვევა ამ დაპირისპირებას კიდევ უფრო ნათელს ხდის. ირანის ფედერაციამ სააგენტო Reuters განუცხადა, რომ გულშემატკივრებისთვის განკუთვნილი ბილეთების კვოტა მსოფლიო ჩემპიონატის გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე გაუქმეს. ჩვეულებრივ, თითოეული მონაწილე ფედერაცია თავის მატჩზე 8 ბილეთს იღებს. ბილეთების განაწილება საკუთარ გულშემატკივრებზე ხდება. FIFA-მ განაცხადა, რომ ირანის ფედერაციასთან ერთად მუშაობს შესაბამისი გადაწყვეტილებების მოსაძებნად. თუმცა პოლიტიკური დეტალი უგულებელყოფილი ვერ დარჩება. ირანი სანქციების ქვეშ ცხოვრობს. ვაშინგტონთან სრული ურთიერთობა აქვს და პირდაპირი დაძაბულობაა შეერთებულ შტატებთან. ამიტომ ამ შემთხვევას ვერ მიუდგებით ისე, თითქოს ეს მხოლოდ ფეხბურთი დროშა და ტრიბუნაა. ტრამპი სპორტს არ გრძალავს.
ირანელმა ფერბურთელებმა მიიღეს საჭირო ვიზები ასპარეზობისთვის, როგორც ამას Reuters-ი ურცი უწყება. სხვაობა ჩანს მინდორზე მყოფ სპორტსმენებსა და დელეგაციის გარშემო არსებულ პოლიტიკურ სტრუქტურებს შორის. ერთი რამ არის იმის უზრუნველყოფა, რომ მატჩი ჩატარდეს. სხვა საკითხია დაუშვა თუ არა, რომ თრულ რეჟიმთან დაკავშირებულმა ოფიციალურმა პირებმა, თანამშრომლებმა ან ოპერატორებმა გამოიყენონ მსოფლიო ჩემპიონატი ამერიკის ტერიტორიაზე გადაადგილებისთვის, დასწრების ორგანიზებისთვის, ბილეთების განაწილებისთვის და ზეწოლის მოსახდენად. სპორტს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს. პოლიტიკურ რისკს თავისუფალი ბილეთი არ ეძლევა. მესამე მიმართულება სანიტარულია. Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ ევროპულ ქვეყნებს სთხოვა მიხვდნენ ვაშინგტონის მაგალითს და დააწესონ მოგზაურობის შეზღუდვები ცენტრალური აფრიკის რეგიონებში ებოლას აფეთქებასთან დაკავშირებით. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა უკვე აკრძალა იმ უცხოელების შესვლა, რომლებიც ბოლო 21 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, უგანდაში ან სამხრეთ სუდანში. ამავე დროს ამერიკელებმა ესეთ შემთხვევაში უნდა გაიარონ სკრინინგი სპეციალურად შერჩეულ აეროპორტებში, ხოლო მარკო რუბიო ამტკიცებდა, რომ ებოლა ვერ შევა შეერთებულ შტატებში. და სახელმწიფო დეპარტამენტმა ამერიკელი ხალხის ჯანმრთელობის დაცვა პრიორიტეტად მიიჩნია. მემარცხენეები ამას პანიკას უწოდებენ, მაგრამ ნებისმიერი სერიოზული მთავრობა ამას პრევენციას ეძახის. მსოფლიო ჩემპიონატი მილიონობით სტუმარს, გულშემატკივარს, სპორტსმენს, ჟურნალისტს, მომსახურების მიმწოდებელსა და ოფიციალურ პირს აერთიანებს, რომლებიც გადაადგილდებიან აეროპორტებში, სტადიონებში, სასტუმროებსა და ქალაქებში. მოლოდინი, რომ სანიტარული კრიზისი ამერიკის ტერიტორიაზე გაჩნდება და მხოლოდ ამის შემდეგ იმოქმედო, უპასუხისგებლობა იქნებოდა. დონალდ ტრამპი წინასწარ მოქმედებს აჭერს ზეწოლას მოკავშირეებზე, ითხოვს ევროკავშირისგან და მოითხოვს, რომ პრობლემა წყაროშივე იქნეს შეჩერებული. ეს არის ლოგიკა, რომელსაც მედია არ აღიარებს. ძლიერი საზღვარი ასევე იცავს საზოგადოებრივ ჯანმრთელობას. აშშ-ის მთავრობამ თავად განაცხადა, რომ მიაწოდა 150 ტონა სამედიცინო მარაგი და დაპირდა ებოლას წინააღმდეგ ბრძოლისთვის $200 მილიონ მეტს. ანუ ეს მხოლოდ ბარიერი არ არის. განსხვავება ისაა, რომ დონალდ ტრამპი არიჯებს გლობალური ბიუროკრატიის წესებს, როცა ისინი ამერიკელ მოქალაქეს მეორე პლანზე აყენებენ. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია შეიძლება სხვა გზა ჰქონდეს არჩეული. ევროკავშირს შეიძლება ეჭვი ეპარებოდეს, მაგრამ ვაშინგტონმა გადაწყვიტა, რომ მსოფლიო ჩემპიონატი იღბლის გამოცდის საშუალება არ იქნება. სანიტარული კონტროლი. ჯანი ინფანტინო ასევე ამ ქარიშხლის ცენტრში ხვდება. FIFA-ს პრეზიდენტი ტრამპს დაუახლოვდა, თეთრ სახთან ურთიერთობა დაამყარა და ისტორიულ მსოფლიო ჩემპიონატს დაფირდა. FIFA პასუხისგებელია ფასზე, ოპერაციაზე, სასტუმროს დაჯავშნაზე და გულშემატკივრებთან კომუნიკაციაზე. ფედერაციები კი თავიანთ დელეგაციებზე არიან პასუხისგებელნი. სანქციების ქვეშ მყოფი რეჟიმები თავად არიან პასუხისგებელნი ვაშინგტონთან მტრულ ურთიერთობაზე. ევროპის კავშირი პასუხისმგებელია იმაზე, რომ ყოფნობს უფრო მკაცრი სანიტარული შეზღუდვების წინაშე. და ამერიკის მთავრობა პასუხისგებელია შეერთებული შტატების საზღვრის დაცვაზე, მიუხედავად მედიის ხმაურისა. ბურთი უფრო მკაცრი კონტროლის ქვეშ გაგორდება და ეს ბევრ ადამიანს აწუხებს. აწუხებს მათ, ვისაც მსოფლიო ჩემპიონატის გამოყენება ტება ტრამპის წინააღმდეგ ვიტრინად სურდა. აწუხებს მათ, ვისაც სანქციის დეტალად გადაქცევა სურდა. აწუხებს მათ, ვინც ფიქრობს, რომ ამერიკულმა საზღვარმა ნებართვა FIFA-ს უნდა სთხოვოს. მაგრამ მილიონობით ამერიკელისთვის გადაწყვეტილება მარტივია. მსოფლიო ჩემპიონატი მისასალმებელია, პატიოსანი გულშემატკივარი მისასალმებელია, სპორტსმენი მისასალმებელია. ის, რაც კონტროლის გარეშე არ უნდა შემოვიდეს, არის რისკი, რომელიც სანახაობადაა შენიღბული. მე ვარ მილსონ ალვესი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და ჩემი მიზანია ყოველდღე მოგაწოდო სიმართლე. ახალი ამბების ბმულები ვიდეოს აღწერაშია. მოიწონე ეს ვიდეო, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთო მილსონ ალვესის საზოგადოებაში.